საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით თბილისში B2B სამით ბაი ტარიფა მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ეგრეთ წოდებული ბაიერი, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია. სამიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა. B2B სამით ბაი ტარიფას მონაწილე თითოეულ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას გარანტირებულად 40-მდე B2B შეხვედრა აქვთ. 2 დღის განმავლობაში სამიტის ფარგლებში ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ. სამიტის მონაწილეები ძირითადად პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან ჩამოსულები, რომ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ ბაზარს და შეიძინონ ბიზნეს პარტნიორები და საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს ღონისძიება გამართონ, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში დაიწყო ბიზნეს სამიტი ტარიფა 2025, რომელმაც საქართველოში ბიზნეს ტურიზმის სფეროში მომუშავე 50-მდე ბაიერი ჩამოიყვანა. 2 დღის განმავლობაში აღნიშნული სამიტის ფარგლებში ქართველი ტურიზმის სექტორი წარმომადგენლები ევროპელებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ. ძირითადად პოლონური და ბრიტანული ბაზრიდან არიან საქართველოში ჩამოსული, იმისთვის რომ გაეცნონ ადგილობრივ ბაზარს, შეიძინონ პარტნიორები და მომავლისთვის საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს შეხვედრა ჩამოიტანონ. ჩვენ დავაორგანიზეთ ეს სამიტი, რადგან საქართველოს მიმართულები ძალიან ბევრი პირდაპირი ავიარეისი სრულდება პოლონეთიდან. ამ ღონისძიებისთვის გადავწყვიტეთ პოლონეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნიდან და ჩინეთიდან ბაიერები ჩამოგვეყვანა, რომ ამ მიმართულებას საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გასცნობოდნენ, სადაც შესაძლებელია მსხვილი ღონისძიებების გამართვა და ხალხის ჩამოყვანა ბიზნეს შეხვედრებისთვის. ვფიქრობ, სერვისის მომწოდებლები მოხარულები არიან ბაიერებთან შეხვედრებით და იმ ტურებით, რომელიც დაგეგმილია. ესეთი სამიტები არის ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება სახელმწიფომ და გააკეთოს. უკვე რაც ვიცი, ორგანიზაციები, რომელიც ჩამოსულები არიან, წინასწარი კვლევით ვიცი, რომ ძალიან სერიოზული კომპანიები არიან, რომელიც აუცილებლად დაეხმარებიან ტურიზმის განვითარებას მაის სეგმენტში და ტურისტულ სეგმენტში საქართველოს, ასევე რა თქმა უნდა, სასტუმროებს